პროგრესი გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია. გამოუცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა. რუსტემ უმეროვმა ჟურნალისტებს რუსეთსა და უკრაინას შორის ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ. როგორც მან განაცხადა, ჟენევაში მიმდინარე სამხრივ მოლაპარაკებებზე მხარეებმა პოლიტიკური და სამხედრო საკითხები, ასევე უსაფრთხოების პარამეტრები და პოტენციური გადაწყვეტილებების განხორციელების მექანიზმები განიხილეს. უმეროვმა მოლაპარაკებებს ინტენსიური და შინაარსიანი უწოდა და თქვა ისიც, რომ ზოგი საკითხი უკვე დაზუსტებულია, ზოგი კი დამატებით საჭიროებს კოორდინაციას. დისკუსიები ინტენსიური და შინაარსიანი იყო. მადლობას ვუხდით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს იმისთვის, რომ პროცესი არ ჩერდება და გრძელდება. მადლობას ვუხდით შვეიცარიას მასპინძლობისა და სტუმართმოყვარეობისთვის. პროგრესი გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია. შემდეგი ნაბიჯია საჭირო დონის კონსენსუსის მიღწევა, რათა შემუშავებული გადაწყვეტილებები პრეზიდენტებს განსახილველად წარედგინოთ. ჩვენი ამოცანა ამისთვის პრაქტიკული და არა მხოლოდ ფორმალური საფუძვლის შექმნაა. უკრაინა კვლავ კონსტრუქციული რჩება. საბოლოო მიზანი უცვლელია და ეს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობაა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ორდღიანი იყო და 4 შაბათს დასრულდა. მიუხედავად უმეროვის კომენტარებისა, გარღვევის ნიშნები არ ჩანს. შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული პირდაპირი შეხვედრების მესამე რაუნდი იყო. მანამდე წლის დასაწყისში აბუ-დაბიში გამართული შეხვედრები ოფიციალურმა პირებმა კონსტრუქციულად შეაფასეს. თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არც იქ მიუღწევიათ. რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადიმირ მედინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები რთული, მაგრამ საქმიანი იყო. მისივე თქმით, მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება. როგორც იცით, მოლაპარაკებები ორდღიანი იყო. გუშინ ძალიან დიდხანს, სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობდა, ხოლო დღეს კიდევ 2 საათს გაგრძელდა. რთული იყო, მაგრამ საქმიანი. შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განხილვები რთულად შეაფასა და რუსეთი იმაში დაადანაშაულა, რომ